შანხაიში იმპორტის მერვე საერთაშორისო ფორუმი ოფიციალურად დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინელ კოლეგასთან ერთად გამოვიდა. სიტყვით აქცენტი გაკეთდა პარტნიორობის გაძლიერებაზე, ეკონომიკური მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებაზე, ასევე აღნიშნა, რომ გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას. ხაზი გაესვა ევროპა-აზიის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს და ახალ შესაძლებლობებს. იმპორტის გამოფენა თავდაპირველად დაარსდა როგორც ეროვნული მასშტაბის გამოფენა, თუმცა შემდგომ წლებში მან სულ უფრო მეტი მასშტაბი შეიძინა და ყოველწლიურად თავს უყრის რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერსა და ათასობით ბიზნესის წარმომადგენელს. დღეს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის ადგილი, სადაც მსოფლიო ეკონომიკა ხვდება ჩინეთის ეკონომიკას. ეს არის ადგილი ახალი ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად და დარწმუნებული ვარ, გამოფენის მონაწილეები სამშობლოში ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდებიან. ჩინეთი ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის, გლობალური მიწოდებისა და ინდუსტრიული ჯაჭვების გაძლიერების ერთგულია. ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. ერთად წავწიეთ წინ მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის საერთო მიზნები, განსაკუთრებით სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. საქართველოს სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავ იძლევა ხელშესახებ შედეგებს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროებში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. ჩინეთის მიერ მისივე უზარმაზარი ბაზრის გახსნისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა ძირითად სექტორებზე წვდომის გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს, რაც მათ საშუალებას აძლევს გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და ინოვაციები აითვისონ. ჩინეთსა და საქართველოს შორის შუადერეფნის გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 71%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ. ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლეის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირებს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის მტკიცედ ერთგული რჩება. გსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმავოთ თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში.